მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო მიეძღვნება ერთადერთ და განუმეორებელ ნეოს. გამოიწერეთ არხი, კი ვიცი რომ აი 6 თვეში ერთხელ ვდებ YouTube-ზე ვიდეოს, მაგრამ როცა მინდება, როცა ასეთ რაღაცას ვხედავ, ასეთ კონფლიქტურ სიტუაციას, მხოლოდ მაშინ მინდება ვიდეოს გადაღება, ასე რომ ბევრი არ ვილაპარაკო, გამოიწერეთ არხი და შევუდგეთ ვიდეოს. სანამ ამ ვიდეოს განხილვას დავიწყებ, ის იცოდეთ რომ ჩემგან ნეოს მიმართ არანაირი პიონული შეურაცხყოფა არ იქნება ისეთი, რომელიც თვითონ არ აქვს მიყენებული ძალიან ბევრი ხალხისთვის, მათ შორის დარწმუნებული ვარ ჩემთვისაც თავის ლაივზე, თავის ვიდეოებში, რასაც ამ ვიდეოს მანძილზე ძალიან კარგად მიმოვიხილავ და მოусმინე. ამ ვიდეოს მიზანი საერთოდ არის ნეოს ან ვიღაცის ამცირება, უბრალოდ როცა ხედავ ადამიანს, რომელსაც ამხელა აუდიტორია ყავს, ამხელა ინფლუენსია ხალხზე და ასეთ მავნებულ რაღაცას იძახის, უნდა გამოთქვა შენი აზრი თუ გაქვს მაგის საშუალება. სანამ ვიდეოს შევთავ, აგიხსნით საიდან დაიწყო, რის გამო დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ უყუროთ პირველ ვიდეოს და ეტაპობრივად მივყვეთ და ვნახოთ რა სიტუაცია არის და რის თქმა შემიძლია მე. ყველაფერი იწყება ნეოს ამ ვიდეოთი, სადაც ნეო აკრიტიკებს მამაშავალს, რომელიც იძახის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როდესაც შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, არის ის, რომ დაიცვა მარხვა. და ნეოს ეს ყველაფერი ესმის, როგორც შენ თუ მარხვა არ დაიცავი, შენ ვერ გადარჩები. ის ნამდვილად მესმის, რომ მამაშავალს მაგ განაცხადიდან შეიძლება ბევრი რამ არასწორად გაიგო. მაგრამ ნეორას იძახის მაგ ყველაფრის შემდეგ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ და გეტყვით ახლა ყველაფრისთან მოусმინოთ. ნეო იძახის, რომ სასუფეველში მოსახვედრად ერთადერთი რაც გჭირდება არის რწმენა. ამ ვიდეოში 10 წუთის მანძილზე ყველას ვერ უყურებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამ ვიდეო. იძახის, რომ ერთადერთი რაც გჭირდება ადამიანს, რომ გადარჩე, არის ის, რომ გწამდეს იესო ქრისტესი. რასაც მართლმადიდებლური ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ეგ თქვენ კარგად იცით. და თან ნეო იძახის, რომ მე ვარ მართლმადიდებელიო. იმის წამს რომ მხოლოდ რწმენით შეიძლება გადარჩენა, მაგრამ მე მართლმადიდებელი ვარო. და რა თქმა უნდა ნეოს ამ განცხადებამ გამოიწვია ხალხში ასეთი ქაოსი და ძალიან ბევრმა ჩაუწერა ვიდეო. კი, ბევრმა აუხსნა წყნარად და გასაგებად რომ ნეო, ეგ არ არის მართლმადიდებლური იდეოლოგია. ზოგმა აგინა, ზოგმა მართლა შეურაცხყოფა მიაყენა, ზოგმა დაცინა კიდევაც, მაგრამ ამ ვიდეოების ჯამი ის იყო, რომ ნეოსთვის აგვეხსნა და აეხსნა ხალხს, რომ ეგ არ არის მართლმადიდებლობა, ეგ არის უმეტესად პროტესტანტობა. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ნეო ისევ თავისას აგრძელებს, ლაივებში გამოდის და ვითომ ხალხს ედებატება, რომ მართლმადიდებელია და თან ჯერა იმისი, რომ მხოლოდ რწმენით შეიძლება გადარჩენა. ამიტომაც გავყვები ნეოს ყველა ვიდეოს ამ საკითხზე, რაღაც ლაივების ამონარიდებსაც და ვნახოთ რა ხდება. ეს ვიდეო არის ნეოს პასუხი რამოდენიმე ადამიანზე, რომელმაც მას hate ვიდეო ჩაუწერა და მოусმინოთ ახლა. რამდენიმე TikTok ფარისეულს მინდა ახლა პასუხი გავცე, პირველი იქნება სიმბოლიზმი. მოკლედ, როდესაც ეს ქრისტიან სიმბოლიზმია, რომელმაც აი ესე დაულაგა ყველაფერი, მაგრამ არ გაცა ისეთ კითხვებზე პასუხი, რომელზეც უნდა გაეცა, მაგრამ ნახავთ ახლა რაზე გაცა პასუხი და რა უთხრა. მე საერთოდ ჩამიწერა ვიდეო და ამ ვიდეოში ეს რაღაცა მოხს, რომ შენო ერთი ადამიანიო, ერთ ადამიანს ახსენებს და ეგო სწორს გეუბნებოდაო, როცა შენ გითხავ, რომ არ აკეთებო სწორ საქმესო თუ რაღაც და ეგ ადამიანი, ვინც ახსენა, ღმერთის არსებობა საერთოდ უარყოფს. მე მაგ ადამიანს ვედებატე. ეს ადამიანი ჭეშმარიტების მხარეს რო არ იყო, ანუ ქრისტეს მხარეს რო არ იყო, ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, ეს არ გამკვირვებია ეს ყველაფერი მისგან. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც ადამიანთან იყო მისული გადაცემაში, თან ბიბლიაზე სასაუბროდ. იმ ადამიანთან, რომელიც ბიბლიაზე ამბობდა, რომ ბიზნესისთვის არის და ბიბლიის კითხვის დროს იგინებოდა, აი მაგ ადამიანთან ერთად ესე წყნარად მშვიდად იჯდა და აი ბიბლიაზე საუბრობდა და სხვათა შორის ეგ ადამიანი დღემდე ხო, ნეოს არგუმენტი აქ არის, განა იმ ყველაფერზე გაცა პასუხი რა კითხვების დაუსვა ქრისტიან სიმბოლიზმმა. არა, ამას გამახვილა ყურადღება, რომ შენ იმ ადამიანებს დაეთანხმე, რომლებიც საერთოდ არ არიან ქრისტიანებიო და არ არიან მორწმუნეებიო. ხო, აი აქ დააკვირდით, ეხლა რა თქვა ნეომ. განა იმ ყველაფერზე გაცა პასუხი, რაც ქრისტიან სიმბოლიზმმა ამ ვიდეოში, რაც განახებთ აუცილებლად. არა, ნეომ გამახვილა იმაზე ყურადღება, რომ შენ იმ ადამიანებს დაეთანხმე, რომლებიც მორწმუნეები საერთოდ არ არიანო და შენ ისეთ ადამიანთან მიხვედი პოდკასტშიო, რომელიც დასცინის რელიგიას, აქ პროვოკატორზე არ ლაპარაკი. ამ განცხადებით გავარკვეთ ის, რომ ნეოს პრობლემა აქვს ესეთ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან რელიგიურები და არ არიან მორწმუნეები, რომ მიხვიდე პოდკასტში ან დაითანხმო საერთოდ რაღაც ნებისმიერ თემაზე. და ზუსტად ეგ არის ჩემი პირველი პოინტი, ეს განცხადება რაც გააკეთა, ეხლა განახევდა თქვენც მიხვდებით ვიდეო არ გათიშოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირდება სულ ხანში. ნეო ხშირად ეძახის ფარისეულოს ადამიანებს, ყოველ ვიდეოში თითქმის ვიღაცას ადანაშაულოს ფარისეულობაში. ჯერ ის რომ ყოველ ვიდეოში რაღაცას განსჭი და ფარისეულს უწოდებ, ეგ ძალიან ცუდი არის. მეორე,
ეხლა დაგიმტკიცებთ, რომ ნეო თვითონ ფარისეველი არის. ნეო თუ იძახის, რომ ის ფაქტი ცუდია, რომ ქრისტიან სიმბოლიზმი არ ამორწმუნა ადამიანს დაეთანხმა რაღაცაში და ის ადამიანთან მივიდა ვის პოდკასტში ვინც ბიბლიას აგინებდა თუ რაღაცა. ეხლა განახებთ ნეომ თვითონ რა გააკეთა. ზოგადად კონტექსტი რომ მოგცეთ თქვენ ნეო ძალიან დიდი ხანია ნეოს ვატანებთ თვალს რა მე კიდე ვიდეოებს ვიღებდი ტრეიდინგზე როცა ნეოს ვიდეო მიხვდებოდა როგორ დადიოდა ქუჩაში და როგორ ფრენკავდა ხალხს როგორ უჭამდა საჭმელს შემდეგ როგორ კერავდა გოგოებს თუ რაღაცა მაგ დროიდანვე მინდოდა ამ ადამიანზე ჩაწერა მაშინ არა იმ კონტექსტით რომ რა კონტექსტიც ეხავ წერდი იმიტომ რომ მაშინ საერთოდ არ იგრძნობოდა ნეოში რომ ქრისტიანი იყო და მორწმუნე იყო პირიქით ვიტყოდი რომ ეს ადამიანი არ არის მორწმუნე იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებდა მაგ ფრენკების გამო რომ ვერ იტყოდი მაგრამ მაგ ყველაფრის შემდეგ საერთოდ წაშალა ეგ ვიდეოები და დაიწყო ქადაგება და ქადაგება რომ დაიწყო მე თავიდანვე ეხლა კი მართლა იმას ვერ დავუკარგავ ადამიანს რომ დახვეწილი არის ბევრი რაღაც ისწავლა ბევრი რაღაცაზე სწორ პასუხს სცემს მაგრამ როდესაც თავიდან დაიწყო მან ეს ქადაგება მე მასში ვხედავდი ორ ადამიანს პირველი ადამიანი არის კლიფი მე უსმენდი ხოლმე ამ ადამიანის დებატებს ყოველთვის და როდესაც ნეომ დაიწყო დებატები ის ზუსტად სიტყვით იმეორებდა ამ ადამიანის სიტყვებს თავიდან ეხლა აღარ და ყველაზე სუდი ფაქტი ის არის რომ ეს კლიფი არ არის მართლმადიდებელი ეს კლიფი არის თუ არ ვცდები პროტესტანტი ან კათოლიკე უფრო პროტესტანტი და მეორე ადამიანი ვისაც ნეოში მე ვხედავ ყოველთვის არის სემ შემონი ნეო ამას ვერ იტყვის რომ ასე არ არის ნეო იღებს ამ ადამიანებისგან ინსპირაციას და რო დავამტკიცოთ კიდე ნეოს რეპოსტებში რო შეხვდეთ ამ ადამიანის ვიდეოები იქნება და რეპოსტებული მაქვს ადრე ნანახი შეიძლება წაშლილი აქ ეხლა მაგრამ მე მაქვს ნანახი ამ ადამიანების ლაივები მაქვს ნანახი და როგორც ნეო დასცინის ხოლმე ცინიკურად ან მუსლიმებს ან ათეისტებს ზუსტად იგივე პრინციპით არის ეს ადამიანის და ეს ადამიანი არის კათოლიკე იმიტომ გავაკეთე შესავალი და განახეთ ეს ორი ადამიანი რომლისგანაც ნეომ ინსპირაცია აიღო რაშიც დიდად ცუდი არაფერი არ არის. ერთი ის არის ცუდი, რომ ეს ადამიანები საერთოდ მართლმადიდებლები არ არიან, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ყველაფრით გავარკვიეთ, რომ ნეოს არ აქვს იმის კომპლექსი, რომ ვიღაციდან ინსპირაცია აიღოს და ვიღაცა დააკოპიროს. და ამის მტკიცებულობას ეხა განახებთ. გუშინ სკროლავდი ნეოს ვიდეოებს YouTube-ზე და შემოხვდა ეს ვიდეო ნეო ChatGPT-ის წინააღმდეგ ღმერთის არსებობის დამტკიცება. ამ ვიდეოში ნეო უმტკიცებს ChatGPT-ის, რომ ღმერთი არსებობს. ეს ვიდეო რო ვნახე პირველი 5 წუთი უყურე ამ ვიდეოს და რაღაცა დეჟავუ მქონდა, რაღაცა ვიცოდი რომ ეს ვიდეო მე სადღაც ნანახი მქონდა. კიდევ გადავხედე ნეოს სხვა ვიდეოებს. ნეოს არ აქვს ასეთი ვიდეო აქამდე გადაღებული და შემდეგ გამახსენდა რომ ეს ვიდეო მე ადრე ნანახი მქონდა. ეს ვიდეო არის 6 თვის წინ ადებული და სადღაც რაღაცა 2 წლის წინ მქონდა ეს ვიდეო მე ნანახი. და გამახსენდა ჩავწერე ზუსტად იგივენაირად გადავთარგმნე ეს წინადადება ინგლისურად ჩავწერე და ვნახე ეს ვიდეო. რომელიც გამახსენდა ზუსტად ეს ადამიანი ვიცი ამის ვიდეოს მე ხშირად უყურებ ხოლმე და გადავხედე ამის ვიდეოსაც და ვნახოთ ამ ორ ვიდეოს შორის თუ არის ისეთი რამე რასაც ერთმანეთთან დავაკავშირებთ რა თქმა უნდა მე თავიდან ეს ვიდეოები რო ვნახე ვიფიქრე ეს ვიდეო თუ არის რომელიღაცას კოპი რა თქმა უნდა ნეო არ დააკოპირებდა ამ ადამიანს ვიფიქრე რომ ეს ადამიანი დააკოპირებდა ნეოს ვიდეოს ნახავდა ნეოს ქართულ ვიდეოს გადათარგმნა ყველაფერს და შემდეგ გააკეთებდა ინგლისურ ვიდეოს, მაგრამ ეს ვიდეო არის 2 წლის წინადებული, ეს 6 თვის წინადებული ხედავთ თქვენც. ასე რომ უყუროთ ახლა ამ ვიდეოს და ვნახოთ თუ აქვს რაიმე ამ ვიდეოს ერთმანეთთან საერთო. პირველი კითხვა, რაც ჩვენ მან ნეომ დაუსვა ChatGPT-ს არის რას ფიქრობს ამ საკითხზე? ვეკითხებით, ღმერთი არსებობს შენ? ღმერთი არსებობს შენი აზრით. და ახლა ვნახოთ რა კითხვა დაუსვა ChatGPT-ს პირველი ალექსმა. ChatGPT, do you acknowledge the existence of God? იგივე. ჯერა თუ არა ღმერთის არსებობის. რაც ნეომ დაუსვა. კი, შეიძლება ეს თანხმობა იყოს, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა ის იქნება ChatGPT-სთან, რომ ჯერა თუ არა ღმერთის თუ ღმერთის დამტკიცებას ცდილობ. კი ბატონო, გავაგრძელოთ. ეხლა ვნახოთ ეთანხმება თუ არა ChatGPT ნეოს პირველ პრემისზე. ყველაფერი რაც არსებობს იწყება აქვს გამომწვევი მიზეზი, მეთანხმები? ალექსის მეორე კითხვა იყო, does everything which begins to exist have a cause? ეს ნიშნავს რაც ნეომ დაუსვა. ზუსტად იგივე სიტყვა სიტყვით. კი, ესე შეიძლება დამთხევა იყოს, იმიტომ რომ ერთ და იგივე არგუმენტით შეიძლება ცდილობდეს ორი ადამიანი ChatGPT-ის დამტკიცებას, რომ ღმერთი არსებობს. გავაგრძელოთ ვიდეო. ნეოს შემდეგი კითხვა არის, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს აქვს უსასრულო რაოდენობის გასული დღეები, მაშინ გამოდის, რომ აწყობდე რომ მოსულიყავ უსასრულო რაოდენობის დღეები უნდა გაგვევლო. ხომ ასეა? რა არის ჩვენი ალექსას კითხვა? დაიკითხეთ თქვენ თორემ ამას არ წავიკითხავ ზუსტად იგივე.
აი ამ მაგ მომენტიდან დავფიქრდი რომ აქ რაღაცა ისეთი რაღაცა ხდება. ეხლა მთლიან ვიდეოს არ განვიხილავ რომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვიდეს, მაგრამ თქვენთვის უნდა შეგიძლიათ ნახოთ ნეოს ეს ვიდეო და ამ ადამიანის ეს ვიდეო და ნახავთ რომ ყველაფერი დაკოპირებულია. განაუბრალოდ ინსპირაცია არის აღებული, დაკოპირებულია, როგორც ეს მისდევს თავის პრემისებს, როგორი განლაგებაც არის ქრონოლოგიურად, ზუსტად იგივენაირად აქ ნეოს დალაგებული. ანუ ის ფაქტი შეუძლებელი იქნება რომ ნეოს ეს თავისით მოიფიქრებინა ან ვიღაცა სხვა ადამიანის ვიდეოსგან აიღო ეს. იმაში ცუდი არაფერია რომ ვიღაციდან რაღაცა ინსპირაცია აიღო რომ დააკოპირო, ეგ რაღაც მომენტში ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის ამ სიტუაციაში რომ ეს ადამიანი ალექს ო'ქონორი არის ათეისტი. განაпросто ათეისტი არის ერთ-ერთი ისეთი ათეისტი რომელიც ყველა ვიდეოში, თითქმის თავის ყველა ვიდეოში იძახის, რომ ქრისტიანობა სისულელეა. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ყველა არგუმენტი ათეიზმზე. ეს არის მიზეზი, რატომ არ ვჯერა ღმერთის, ქრისტიანობა არის ბოროტი რელიგია და ასე შემდეგ. ეს ადამიანი ყოველთვის ლაპარაკობს ამაზე და ყველაზე დიდი ათეისტი არის. შენ რომ იძახი ამ ვიდეოში, რომ როდესაც ქრისტიან სიმბოლიზმის ისეთ ადამიანთან მიდის პოდკასტზე და ედებატება ან ლაპარაკობს ბიბლიაზე, რომელსაც ბიბლიის არ ჯერა, და შენ აკოპირებ ისეთი ადამიანის ვიდეოს, რომელიც ასეთი არის, ათეისტი არის და ასეთ ვიდეოებს იღებს, მგონი ეგ არის დეფინიცია ფარისევლობის. თუ გინდა ვკითხოთ ChatGPT-ს რა არის ფარისევლობის დეფინიცია და გაიგებ რაც არის. იმიტომ რომ აშკარად გიყვარს შენ ChatGPT-სთან საუბარი. და ამ ადამიანის ვიდეო იმაზე საერთოდ არ იყო, რომ ღმერთი რა იყო და ChatGPT-ისთვის დაერწმუნებინა ღმერთის არსებობა. სხვა მიზეზი ქონდა ამ ვიდეოს. და შენ ამოჭერი რაღაც მომენტები ამ ვიდეოდან, რომელიც არ გაწყობდა და ჩასვი და ისე დაანახე შენი თავი ხალხს და ბოლოში ისეთი რაღაც გააკეთე. მე დავარწმუნე ChatGPT რომ მე ღმერთი რეალურია. ChatGPT შენ არ დაგირწმუნები არაფერი და არავინ. შენ უბრალოდ დააკოპირე ეს ამ ადამიანის ვიდეო, როგორც აკოპირებდი ამ ადამიანის გამოსვლებს და ამ ადამიანის დებატებს. ეს ხო ფაქტია, ეს არ არის უბრალოდ ჩემი რაღაცა ვარაუდი, ეს ფაქტია. მე იმას საერთოდ არ ვიძახი რომ ნეო არის ცუდი ადამიანი ან ნეო ცუდ რაღაცას აკეთებს. არა, პირიქით, ნეო ძირითადად კარგ რაღაცას აკეთებს. ადამიანი ზოგადად ღმერთთან რო ახლოს მიყავს, უკვე კარგი საქმე არის, მაგრამ თავი თვითონ აქვს ნათქვამი რომ მე საერთოდ არ ვიყავი მორწმუნე დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ და წელიწად ნახევარში უკვე რო ასეთ ვიდეოებს იღებ, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვო და შენ ძალიან ბევრი შეცდომა დაგიშვია. მე რო ეხა შენ ძველ ლაივებს გადავხედო, ძველ ვიდეოებს გადავხედო, მინიმუმ 100 შეცდომას ვიპოვი შენ ლაპარაკებში და შენ ასეთი 120 ადამიანის წინ რო იძახი მაგ ყველაფერს და შენას რო ესეთი მტკიცებითი ფორმით ადამიანებს გადასე, ეგ ძალიან მომნებელია, იმიტომ რომ შეიძლება შენ ერთ წელში საერთოდ არ ფიქრობდი იმას, რომ მხოლოდ რწმენი შეიძლება გადარჩენა და შეიცვალო აზრი. მაგრამ ეს ვიდეოები ხო დარჩება, ამდენი ნახო და ამდენი ლაივებზე ესეთი გამოხმაურება ხო იქნება და მე შენგან ამ ბოლო დროს ხშირად მისმის, რომ მხოლოდ რწმენა არის მთავარი და მხოლოდ ბიბლია, სოლა სკრიპტურა, გეცოდინება რაც არის. ეგ ყველაფერი არის უფრო პროტესტანტული შეხედულება, ვიდრე მართლმადიდებლური. შენ რო იძახი რომ მე მართლმადიდებელი ვარო, მაგრამ მათ ასეთ აზრებს იზიარებ, ეგ არ არის სწორი, არ არის ეგ გულწრფელობა, იმიტომ რომ აი მაგალითს მოგიყვან. მე რო ვთქვა რომ ვარ რეალ მადრიდის ფანი, მაგრამ რო დავდიოდე ბარსელონას თამაშებზე, ყველა არც ერთ თამაშს არ უმაზავდე, მაგათი ფორმა მეცვას, მაგრამ სახლში რომ მოვდივარ, ვიძახდე რომ მე რეალ მადრიდის ფანი ვარ, ხო არ ვიქნები მე გულწრფელი. იგივენაირად არის უბრალოდ ჩემი სიტუაცია აქ. და როგორც მე ჩემი TikTok-ის ვიდეოში ვთქვი, შენ არ გინდა იმის თქმა, რომ შენ მართლმადიდებელი არ ხარ, იმიტომ რომ შენ არ ხარ აწყობს. აი მით უმეტეს აქ შენ დონაციის ლინკი გაქვს, მადლობა დახმარებისთვის. ერთ ვიდეოსაც განახებთ. ერთი გაყრი, ანუ ისეთ რაღაცას ეუბნება, რომ მიახვედროს საქმით ვერ გადარჩება და რეალურად არც მაგას არ იცავს და მაგით მიხვდება და ლუკა, ნახე. ვაუ, 500 ლარიანი დონაცია უღრმეს იმადო. ნახე, კი ის საერთოდ არ არის ცუდი ფაქტი, რომ ვიღაცა შენ დონაციას გიგეთებს, მით უმეტეს, როდესაც ქრისტეს საუბრობ. ისიც არ არის ძალიან ცუდი რაღაც, რომ შენ დონაციის ლინკი აქვს. მით უმეტეს, რომ ეს შენი თავარი საქმე არ იქნება. მაგრამ როდესაც შუა დებატების დროს ხარ და ვიღაცას სიტყვაზე გადაკეთებ რაღაცას და ეუბნები რაღაცას, მაგ დროს რომ შეაწყვეტინო და მესლაბრაკი და აუ 500 ლარი დამირტყეს თუ 500 ლარი რაღაცა გააკეთეს, სად ნახავ რომელი მოძღვარი ააკეთებს მაგას ან რომელი ვიღაც გააკეთებს მაგას. არ არის ეგ სწორი. ამიტომაც ჩემი პირადი აზრი არის, რომ შენ უბრალოდ არ გაწყობს იმის თქმა, რომ არ ხარ მართლმადიდებელი. მე საერთოდ არ ხედავ იმაში პრობლემას და მე შენ არც ვერ დაგიძახებ იმას, რომ შენ ბიბლიის მტერი ხარ, ქრისტიანი არ ხარ, ქრისტიანის წინააღმდეგი ხარ და ასე შემდეგ. მე მაგ ყველაფერს შენ არ დაგიძახებ, იმიტომ რომ
ადამიანები მიყავს ქრისტესთან ახლოს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ და ძალიან მავნებლური რაღაცები აქვს ნალაპარაკები. მაგრამ შენ რო ლაპარაკობ ისე, რომ ეს ადამიანი ან ისეთი ადამიანები, რომლებიც შენ გეწინააღმდეგებიან, არიან ბიბლიის მტერი, იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი საქმე გაკეთებული და ძალიან ბევრი საგანმანათლებლო ვიდეოები აქვს გაკეთებული ქრისტიანობაზე და მithumetes მართლმადიდებლობაზე. აი არ არის ეგ გულწრფელობა და არ არის ეგ სწორი. მე კიდე ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, რაც ამ ვიდეოში არ ვლაპარაკებ, არც პიროვნულად შეურაცხყოფას არ მოვაყენებ. იმის მიუხედავად, რომ რაღაცეები ვიცი, არ დავიწყებ მაგ ყველაფერზე ლაპარაკს, იმიტომ რომ სიმპათია მაქვს შენდამი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში კარგ საქმეს აკეთებ. უბრალოდ ასეთი განცხადებები ადამიანებზე, რომელთაც შენგან განსხვავებული აზრი აქვს, ძალიან ცუდი არის. იმიტომ რომ ეგ არის ადამიანების შეცდომაში შეყვანა. მე იმას არ ვიტყვი, რომ შენ ამ ყველაფერს არხის მონეტიზაციისთვის და დონაციებისთვის აკეთებ. იმის მიუხედავად, რომ ხედავთ აქ, რომ საკმაოდ კარგი დონაციები გაქვს. და ლაივში ვხედავ როგორ გიხარია დონაციას რო გიკეთებ. მაგას არ ვიტყვი, მაგრამ შენ ძალიან ბევრ და ძალიან ცუდი შეცდომებს უშვებ. და ამ ხელ აუდიტორიის წინაშე როცა ხარ ეს დამტკიცებით ფორმით არ უნდა ილაპარაკო არაფერი მithumetes, როდესაც მხოლოდ 1 წელი არის ამ ყველაფერში ხარ და ამ საქმიანობას ეწევი. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი ვიდეო, მეტი სალაპარაკო აღარ მაქვს, იმის მიუხედავად რომ შემიძლია კიდე რამდენიმე საათი ვილაპარაკო ამ თემაზე, ეს ინფორმაცია რაც მოვიძიე სულ 2-3 საათის მანძილზე ვეძებდი და უყურებდი ამ ადამიანის ვიდეოებს. მეტი არაფერი. ასე რომ კარგად იყავით, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო თუ მოგეწონათ და